ამის წინაპრად შეგვიძლია მივიჩნიოთ Fiat Multipla, რომელიც მართლა გამოუდგარი მანქანა იყო. არც დიზაინერად იყო დახვეწილი და არც ტექნიკური მახასიათებლები ჰქონდა რაიმე განსაკუთრებული, მაგრამ ამ მანქანის შემთხვევაში ყველაფერი შეიცვალა და რას გულისხმობ ამაში. მეტნაკლებად მანქანა დაიხვეწა. ფარებში უკვე გვაქვს ლედები ჩაშენებული, რაც ღამე ძალიან ლამაზია და კარგად აცანათებს. აღარც ის უაზრო, აი აქ დამატება გვხდება, რაც მულტიპლაში იყო. მულტიპლა ბევრად ადრე გამოდიოდა ვიდრე ეს მანქანა, შეიძლება შედარება არა სწორი იყოს, მაგრამ მაინც წინაპარია და მინდა ხაზი გაუსვა რა განსხვავებები გვაქვს მულტიპლასთან შედარებით. ეს Fiat-ი არის რესტაილინგი, მოკლედ და არა რესტაილინგში, აი ეს ბამპერის დამატებები არ გვხდება. აქვს ბევრი დამატებები, აი მაგალითად კიდევ აი ეს დამატებები არ გვხდება. არის ბევრი რაღაცეები, რომლებიც არ გვხდება არა რესტაილინგებში და ეს მანქანა რესტაილინგში გამოიყურება დაახლოებით მაცივარივით. სუსტი და მაღალი. ასევე გვხდება ეგრეთ წოდებული ტუმანიკები, რომელიც ტუმანიკების გარდა იმ ფუნქციას ასრულებს, რომ მოსახლეობაში შესვლის დროს საითად საჭეს გადავატრიალებთ, იქით ამ ხარი აინთება. ცხაურაზე ბევრს ვერაფერს ვილაპარაკებ, ტრადიციული Fiat-ის ცხაურაა, ეგრეთ წოდებული იტალიური ულვაშები. მართლა ძალიან წააგავს იტალიურ ულვაშებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მოვერცხლისფრო ულვაშები გვხდება. ხო, ცხაურა შედარებით ქვემოთ გვაქვს გადმოტანილი, დიდი არ არის, არც სჭირდება, იმიტომ რომ სულ რაღაც 1.4-იანი ტურბო ძრავი გვაქვს, 1.4 ჯეტ ძრავი გვაქვს, თითქმის იგივე ძრავი გვაქვს, რაც აპარტებში გამოიყენება ხოლმე, უბრალოდ შედარებით დაბალი ცხენები აქვს, მაგრამ სისტემურად თითქმის ერთი და იგივეა. გვერდზე ბევრს ვერაფერს ვისაუბრებთ, რადგან გამოკვეთილი აქ არაფერი არ გვაქვს. კაპოტიც ისეთი პატარა, აი ზუსტად აი ამის ზომი, აი ასეთია ზუსტად კაპოტი. წარმოიდგინეთ, რა დონის ძრავი უნდა იყოს ახლა შიგნით, 1.4 რაღაცა მცირე ძრავი გვაქვს. ცხვირი, მოკლედ ცხვირი რომ მარტივად შევაჯამო და ბევრი არ ვილაპარაკოთ, კარგი ცხვირია. იმ ფასში, რა ფასშიც Fiat-ი ამ მანქანას თავაზობდა თავის დროზე. ჩემი აზრით, კარგი მანქანაა. როცა სალონში გადავალთ, იქაც გაჩვენებთ, რომ საკმაოდ დიდი სივრცეა, უბრალოდ საოჯახო ტიპის მანქანაა. ხო და განვიხილოთ საოჯახო ჭრილში. რაც შეეხება გვერდთან მხარეს. გვერდთან მხარეზე პირველ რიგში გვხვდება დისკები. ეს დისკები ყველა მოდელს არ მოყვება. ეს უფრო რესტაილინგებშია და თან ისიც დამატებითი ფული უნდა გადაგეხადა უпростоრად რომ ეს დისკები თავის დროზე მოეყოლებინათ. ქარხნულ დისკებთან შედარებით შეგიძლიათ დასერჩოთ და ნახოთ რომ ქარხნული დისკები რაღაცა საშინელებაა იმ ეგრეთ წოდებულ ფერაშენადნობებზე საერთოდ აღარ მაქვს საუბარი. მაგრამ ქარხნული დისკები რაც არის ის ძალიან როგორ ვთქვი სურვილი გაგიჩნდება რომ როგორც Mercedes-ის ვიდეოში ვთქვი მოხსნა და გადახარო. ეს დისკები შედარებით კარგია, იტალიურ სტილში ზის, რაღაცით თუ დააკვირდებით Alfa Romeo-ს დისკებსაც წააგავს რა. და რავი, ნორმალურია. ამ მომენტში ჯერ კიდევ ზამთრის საბურავებზეა და შედარებით მაღალი პროტექტორია და მაღალი მოკლედ დიდი საბურავია შედარებით. როცა ზაფხულის საბურავებზე გადავიყვანთ, შედარებით დაბალ ბორტიან საბურავებს დავუყენებ. უფრო ლამაზი და რაღაცნაირი ესეთი მიმზიდველი დისკები გამოჩნდება. ხო, რაც შეეხება კარებებს. კარებები მეტნაკლებად ისეა შესრულებული, რომ ვერაფერს ვილაპარაკებთ. თუ ვილაპარაკებთ აი ამ კანტებზე, ეს კანტები უბრალოდ იმიტომ არის, რომ ალბათ მე ესე ვთვლი, რომ კარების გაღების დროს როცა კარებს გავაღებთ, უბრალოდ დარტყმა თუ რამე იქნება, კანტმა მიიღოს და არა კორპუსმა. ჩემი აზრით ნორმალურია, დიზაინში ზის. ბევრს ვერაფერს ვისაუბრებ ამაზე, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც პრემიუმ მანქანა, ბიუჯეტური მანქანაა და თავის სტილში, თავის ფასში და თავის სეგმენტში თავის სახელს ამართლებს. სხვადასხვა ერთი-ორი სიტყვით მინდა აღვნიშნო, რომ ნახე, მაინტერესებდა სხვების აზრით და ნახე რამდენიმე განხილვა, არ ვიტყვი ხა ქართულ თუ უცხოურ ენაზე, მაგრამ ნახე და რატომღაც მოიხსენიებენ არაგამძლე მანქანად. აი ამ კონკრეტულ მანქანას შემოვლილი აქვს მთელი ევროპა, დაწყებული უკრაინიდან დამთავრებული საფრანგეთამდე. მთელი ევროპა აქვს შემოვლილი, დღესდღეობით აქტიურად გადაადგილდება პოლონეთში და დღემდე ამ მანქანას არაფერი არ აქვს ძირეულად გამოცვლილი. ზეთის შეცვლა და ფილტრების ეს ყველა მანქანას სჭირდება
მაგრამ ძირეული რაღაცა დიდი ჩარევა ან ძრავზე, ან კოლობზე, ან დაკიდების სისტემაზე არ მომხდარა და არც ჯერჯერობით არც ითხოვს. 215,000 აქვს ამ მომენტში მანქანას გარბენი, რაც 1/4 ძრავისთვის დამერწმუნებით, რომ ცოტა არ არის, 1/4 პატარა ძრავია და 215,000 არ არის პატარა გარბენი, მით უმეტეს როცა მანქანა ყოველდღიურ გადაადგილებაშია. აი ამის მიუხედავად, მანქანა მუშაობს იდეალურად მაინც. უკანა მხარეზე შეგვიძლია დადებითი ბევრი ვისაუბროთ, რადგან მეტნაკლებად პოზიტიური მანქანაა. ხდება Fiat-ის უზარმაზარი ლოგო, ასევე 500 აღნიშნული მოდელისა და ელი. კი ბატონო, ელი ნიშნავს რომ არ არის ეს უბრალო პატარა 500, ორკარი არის 500, რა თქმა უნდა, როგორც უკვე აღნიშნე ეს არის შედარებით საოჯახო ვარიანტი და ოდნავ ზომებში გაზრდილია. ხდება ულამაზესი, იმიტომ რომ აი ამ ფასში, რა ფასშიც ეს მოგდის, მართლა ულამაზესია LED ფარები და ასევე წითელი მოხვევის მაჩვენებლები. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აი ასეთ ბიუჯეტურ მანქანაში ხდება რეალური მაყუჩები. რკინის რეალური მაყუჩი. არანაირი ბუტაფორია არ არის, როგორც Mercedes-ის შემთხვევაში გქონდა. იგივე წლოვანებისაა თითქმის რაც Mercedes-ი იყო, მაგრამ აი ამის და მიუხედავად ხდება მაინც რეალური მაყუჩი. მინდა ორი სიტყვით საბარგულსაც შევეხოთ, ნახეთ რა ამ ხელაზე იხდება. ხო. პატარა საბარგულია შეგვიძლია ვთქვათ, მაქსიმუმ ჩავატიოთ 3 ჩანთა, მეც დიდს აქ ვერაფერს ვერ ჩავდებთ. რა ვიცი. რა შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ. ანუ კადრშიც კარგად ჩანს, რომ დიდი საბარგული არ არის, მაგრამ მანქანის ფორმებიდან გამომდინარე ვერც იქნება. იმის გამო რომ შედარებით პატარა საბარგული გვაქვს, სამაგიეროდ შიგნით არის სალონში შედარებით დიდი ადგილი, რაც ზოგისთვის კარგია, ზოგისთვის შედარებით ცუდია. ეს თქვენ უნდა გადაწყვეტოთ. ჩემთვის შედარებით ნორმალურია, იმიტომ რომ მე არ ვიყენებ, ანუ არ მჭირდება დიდი საბარგული, ეს სრულიად მისაღები და სრულიად კომფორტულია ჩემთვის. აი დაკეტვას რაც შეეხება, აქ არანაირი ღილაკი არ გვხდება. აი აქედან შეგვიძლია დავკეტოთ. აი ესე ჩვეულებრივად ჩამოვწევთ, გავუშვებთ და დაიკეტებთ. ორიოდე სიტყვით მინდა უკანა მხარესაც შევეხოთ. სამწუხაროდ აქ შუა ბარზე არაფერი არ გვხდება, არც სატენი პორტები, არც ეგრეთ წოდებული ფეჩის მილები არ გვხდება, საერთოდ არაფერი არ გვხდება. მაგრამ სამაგიეროდ გვაქვს ზოგ მანქანაში უკვე დავიწყებული ჯიბეები. ეს უპორტობა და მილების არარსებობა შეგვიძლია გავამართლოთ ფასით. ასეთი მანქანის ფასი დღესდღეობით 30-40,000 ზლოტია. პლუს მინუს შეგვიძლია უფრო იაფათაც ან უფრო ძვირათაც ვიყიდოთ. აქეთან მხარე არის გასწორებული ჩემზე და აი შემიძლია გინდა გითხრათ რომ და რავი, ნორმალური სივრცეა. ეს არის ნაჭერი, წყავი არ არის და ანუ ჩვეულებრივად შედის ისევ შიგნით. დიდი სივრცე არა მაქვს, მაგრამ არის ნორმალური. და ვერაფერს დაუწუნებთ, ნორმალური სივრცეა. იგივე შეგვიძლია ზუსტად აი აქეთან მხარეზეც ვთქვა. აქაც აქ უკვე ფეხები ეხება, რადგან ოპერატორზეა გასწორებული, მაგრამ ნორმალურად ვზივარ აქაც. ერთადერთი რაც შეგვიძლია დავიწუნოთ, არის აი ეს სავარძლები, რომლებიც არის იდეალურად გასწორებული. მოსახვევში როცა შევდივართ 30-ით თუნდაც, მაინც უკან მჯდომი ცურავობს ან აქეთ ან იქით. ანუ ეს სავარძლები არ განაპირობებს იმას, რომ უკან მგზავრი დაიჭიროს მოსახვევში და აქეთ იქით არ გადმოაგდოს. იგივე შეგვიძლია ზუსტად აი ამ მხარეზე ვთქვათ, ისე ზუსტად სისწორეა და ვერც ეს მხარე ვერ გვიჭერს. როგორც ასეთი ძალიან უხეში სავარძლები არ არის, ნორმალური სავარძლებია. დიდ მანძილზე გადაადგილება ნორმალურად არის შესაძლებელი და კიდევ მინდა შევეხოთ სივრცეს თავს ზემოთ. თუ აი ესე დავждებით, გავსწორდებით, ხედავთ რომ თავს ზემოთ არის ნორმალური სივრცე. დიდი სივრცე, ანუ ამას დიდ სივრცეს ვერ დავარქმევთ. მაგრამ არის ნორმალური სივრცე. ვერაფერს დავუწუნებთ. ასევე გვხდება ლუსტრა, ეგრეთ წოდებული და მორჩა. აი უკანა მხარე აქ მთავრდება. დიდს აქ განსაკუთრებულს ვერაფერს შეხვდებით. მაგრამ დამიჯერეთ, აი ამ მანქანის ყოლის დროს, აი ეს მცირე დეტალები იქნება დაკომპენსირებული. იმითი რომ მანქანას ნორმალური გაწევა აქვს, მანქანა ძალიან ცოტა სწავს, არ ფუჭდება და არის ნამდვილად საოჯახო მანქანა.
კარგი, ახლა გადავინაცვლოთ უშუალოდ მოძრაობაში და მინდა მოძრაობიდან გადმოგცეთ ემოციები. აი, როგორც გითხარით, მსვლელობისას არანაირი ხმა არ გვაწუხებს, ძალიან კომფორტულად გადავადგილდებით. კი, ახლა თლად რაღაცა S-კლასის და რაღაცა ლაქშერი მანქანის კომფორტი და გადაადგილება და სვლა ვერ ექნება, მაგრამ რა ვიცი ახლა რაც ღირს იმასთან შედარებით ძალიან მაგარი მანქანა. თუ ვინმე გეტყვით რომ არ უნდა იყიდოთ ეს მანქანა, იმიტომ რომ მალე ფუჭებადია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ჩემი რჩევა იქნება რომ უბრალოდ არ დაუჯეროთ და თქვენი საკუთარი პირადი გამოცდილება მიიღოთ ამ მანქანასთან დაკავშირებით. მე ეს მანქანა პირადი შეფასებიდან გამომდინარე მომეწონა, აი ჩემი პირადი აზრია რომ კარგი მანქანაა, ნამდვილად საოჯახო მანქანაა, აი როგორც თქვი 215,000 მანქანას გარბენი და არაფერ ძირეულ შეკეთებას არ საჭიროებს. დღემდე გადაადგილდება ჩვეულებრივად. არაფერი საერთოდ პრობლემა არ გააჩნია მანქანას. სალონი ჩაბეტონებულია. ჩაბეტონებულია ამ სიტყვის მნიშვნელობით. არაფერი არ ხმაურობს საერთოდ და რავი, აი ძალიან კომფორტულია. ჯდომა კიდე ისეთი, აი თითქოს ქალაქის SUV-ში ხარ. ანუ ყველაფერს მაღლიდან უყურებ აბსოლუტურად რა. და ცოტა სოლიდურ შეგრძნებასაც კი იტოვებს. ეს რული კომფორტულიც არის ძალიან, ეს ორად ხო გაყოფილი და სხვადასხვა ფერები როა. მატერიაც სხვადასხვა და აი ეს მატერია ყავისფერი. ბევრად უფრო სასიამოვნოა ხელისთვის და კარგად ის უფრო ხელში. და მინდა გითხრათ აი ამ პატარა მონიტორის შესახებ. ანუ ხო ესეთი პატარაა რა, მაგრამ აი ამის მიუხედავად რომ ესეთი პატარაა, არის ძალიან მაგარი. Bluetooth-ი აქვს. აი ხა მუსიკებს გაუთიშეთ უბრალოდ ხმა, იმიტომ რომ კოპირაიტი არ დაგვედოს YouTube-ზე. უბრალოდ ამის გამო გათიშულია ხმა. სხვა შემთხვევაში ძალიან მაგარია, ანუ არანაირი გადამყვანი არაფერი არ გჭირდება იმისთვის რომ მუსიკები ჩავდოთ. პირდაპირ Bluetooth-ი ეგ არის. როგორც გითხარით, აგერ თაჩია, ჩვეულებრივად მუშაობს, პატარა დაგვიანება აქვს, მაგრამ თაჩია მუშაობს ჩვეულებრივად. შვენიერია რა, აი მშვენიერია. რა ვიცი, კიდე რა შეგვიძლია ვილაპარაკოთ. დრომ რა თქმა უნდა თავის იქნა და აგერ ოპერატორს ვთხოვ, აგერ ეს დაანახოს კამერას. აი რაკნათ დრომ დროთა განმავლობაში. იგივე სიტუაციაა ზუსტად ოპერატორის მხარეზეც. ზუსტად იგივე სიტუაციაა. მაგრამ ეს არის ნორმალური სიტუაცია, ნორმალური მოვლენა. ესეც უნდა იყოს. იმიტომ რომ ამ მანქანის გამოშვებიდან თითქმის 11 წელია გასული. 11 წელი. რა თქმა უნდა, მცირე რაღაცებს ხელის შევლებას სჭირდება, მაგრამ საერთო ჯამში კარგი მანქანაა. მომეწონა და რეკომენდაციას ვუწევ. მით უმეტეს კატასტროფულად ძვირი არ ღირს, საქართველოში სამწუხაროდ რა ღირს არ ვიცი. პოლონეთში დაახლოებით დოლარში რო გადავიყვანოთ, დაგიჩნდებათ დაახლოებით $5,000-დან მაქსიმუმ 7-მდე. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია კომპლექტაციაზე, წლოვანებაზე და აი ყველაფერზე აბსოლუტურად გარბენზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.